დღეს სიხარული როგორც უცნობი სტუმარი შემოდის სამოჯახის გულებში. პატარა, სიყვარულის მოლოდინით გათანგული ბავშვები თავიანთ სიყვარულში გვახჩობენ. შოკოლადიანი ტუჩებით გვკოცნიან, ვაფლებით დასრული ტკბილი ხელებით გვეხვევიან. თქვენ გულუხვად გაუგზავნეთ იმდენი საჩუქარი, რომ აღარ ეტევა ოჯახის ამ პაწაწინა საცხოვრებელში. თქვენი გულმოწყალება და თანაგრძნობა უსაზღვროა, როგორც მშვენიერი და უსასრულო ოკეანე. თქვენი სიკეთე ბავშვების მზიან ღიმილებად გადაიქცა. ახალი მასივარი. ამაში ტანსაცმელი ჩავწავ, ამაში სათამაშოებს, ამაში მანქანებს, ამაში კიდე ტანსაცმელს. მე უნდა შერჭაჩეთის ყველა პონი. აი მარის ხელით. ხელია მარი? ძალიან განხილდა ახალი ლოგინი. ვინ ყავს მეზობლად? მარიამი. მარი აკეთებ შპაგატს. ყოჩა! ყველაფერს ჩაყრი, გაამზადებს თვითონ წყალს ჩაასხამ, გულს ჩაყრი, დროს ჩაყრი, მარილს დაამატებ. დედა აკეთებს ბალობის საჭმელს. მეგობრებო, რა მოხდება თუ ეს მშვენიერი და საყვარელი პატარა მარი მხედველობას დაკარგავს? მას მხოლოდ ახლოდან შეუძლია დანახვა და სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობა. რა იქნება ხვალ, როცა მათე და იაკო ვერ იპოვნიან სახლში არათუ იოგურტს, არამედ ყველაზე უბრალო სადილსაც? რა დაემართებათ ბავშვებს, თუ დედა ნათია დაუყოვნებლივ არ დაიწყებს ონკოლოგიის მკურნალობას? თქვენ ეხმარებით, რათა ცუდი მომავალი არ გახდეს სინამდვილე. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.